Все, что сегодня залетает в Польшу, თუ კი რამე შეფრინდება ლიეტუვის ან პოლონეთის ტერიტორიაზე, ამ ყველაფერთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს. რუსეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან ან ლიეტუვიდან ჩვენთან უპილოტო საფრენი აპარატების ყოველი შემოფრენისას მათსავით რომ გვეყნულა, არაფერი გამოვიდოდა. ჩვენ ეს არასდროს გაგვიკეთებია და ამ ყველაფერზე მშვიდად ვრეაგირებთ. მათ ყმუილი დაიწყეს მაშინაც კი როცა პოლონეთისკენ მიმავალი უპილოტო საფრენი აპარატების ნახევარი ჩამოვაგდეთ ისე, რომ არც კი ვიცოდით ვის ეკუთვნოდა ისინი. ჩამოვაგდეთ და მორჩა. უზარმაზარი რესურსი ჩავდეთ, თუმცა რამდენიმე მათგანი ვერ ჩამოვაგდეთ, თან იმის გათვალისწინებით, რომ ეს დრონები ჩვენთან კი არა პოლონეთისკენ მიფრინავდა. მათ კი შეატყობინეს საიდან და რამდენი მიფრინავდა, თუმცა მაინც დაიწყეს ყმუილი. ამიტომ მე როგორც სამხედრო მოსამსახურე მივმართავ ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს. იყავით სადარაჯოზე. მადლობა ღმერთს დღეს რუსებს სამწუხაროდ საბედნიეროდ ომის პირობებში, თუმცა ბევრი რამ შეუძლიათ. ისინი მოწადინებულნი არიან უსასყიდოდ გვასწავლონ თავიანთი სამხედრო უნარები და მზადყოფნა. ერთხელ თქვი და სულელები არ არიან, ვერ გაიგოთ. ჩვენ შეგვიძლია უპასუხოთ ნებისმიერ აგრესორს. არავის დაპყრობას არ ვაპირებთ, რადგან არ შეგვიძლია. ეს ძალიან კარგად გვესმის. რა უნდა ვთქვა? ჩვენ გარშემო ძლიერი სახელმწიფოებია, თუმცა ყოველთვის მზად ვართ მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მივაყენოთ. Все не дураки понимают, сколько бы мы раз не говорили.